იწვიეთ. დიახ, ყველა ბოლო გადაწყვეტილება, რასაც იღებს ქართული ოცნება და რასაც უყურებთ, ადასტურებს ერთ რამეს, რომ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რას ნიშნავს სახელმწიფოში სისტემები როგორ უნდა მუშაობდეს და ზოგადად რას უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო. არც ერთი გადაადგილება, ცვლილება, რასაც ახლა ჩვენ ამ ბოლო დროს უყურებთ, არ ემსახურება, რა თქმა უნდა, არც იმას, რომ საქართველოში უსაფრთხოება მოქალაქეების მეტად იყოს დაცული. დიახ, რაც ვნახეთ, თან ყველაზე საინტერესო არის ის, რომ იცით, არც კი ცდილობენ რამე დამაჯერებელი არგუმენტი მოიყვანონ და აუხსნან მოქალაქეებს, რაც უფრო ესე სიმართლესთან ახლოს რომ იყოს ისეთი გადაწყვეტილება. თქვენთან ეთერში თქვენ წარმოდგენა არ აქვს ირაკლი კობახიძეს ხვალ პრემიერ-მინისტრი იქნება თუ არა. ისევე როგორც მამუკა მდინარაძეს წარმოდგენა არ ჰქონდა იქნებოდა თუ არა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მათ რომ რეალურად აინტერესებდეთ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თქვენ იცით რომ ქართულმა ოცნებამ გააუქმა ის უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ჰქონდა, ხო, სიტუაციური ოთახი, თუ კოორდინაცია იყო მნიშვნელოვანი. მაგრამ ის, რასაც ახლა ეუბნებიან, პირდაპირ თვალში ნაცარს რომ გვაყრიან და თუმცა კოორდინაცია სჭირდება, ვის სჭირდება? ვისი უფროსი უნდა იყოს მამუკა მდინარაძე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვერ ეყოლება, თავდაცვის მინისტრის უფროსი ვერ იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროზე ელაპარაკი? მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრისთვის მიეცათ მაგალითად ვიცე-პრემიერის რანგი. რეალურად ყველაზე სამარცხვინო ამაში არის ის, რომ აი ეს ადამიანები, ვისაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ მართავენ სახელმწიფოს და ვითომ მათ ხელში არის სახელმწიფოს მმართველობა, თავს არ იწუხებენ, მოიყვანონ დამაჯერებელი არგუმენტები, რომელიც რეალურად სახელმწიფოს, როგორ ვთქვათ, აი ფუნქციონირების გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს. მითხარით, აი ვისი უფროსი უნდა იყოს. და ძალიან საინტერესოა, ესე ძალიან საინტერესო, რომ კოორდინაცია ვის უწყებებს შორის უნდა გააკეთოს. ანუ ამ უწყებებს ერთმანეთს შორის კოორდინაცია არ აქვს, ჭირდებათ ვიღაცა დამატებითი პირი. ანუ თათბირებს მოაწყობს და დაიბარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, თუ აი რა არის მისი ფუნქცია. რა უნდა აკეთოს დინარაძემ რეალურად, როგორც რაღაცეთ სახელს რო დაარქმევენ მის როგორ ქვია სახელმწიფო მინისტრის. ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის სახელმწიფო უსაფრთხოების ერთი ხელმძღვანელი რომ ყავს, რომელიც რეალურად ბრალდებულია იმაში, რომ იყიდა რომელიღაცა თურქმა ბიზნესმენმა. წარმოგიდგენთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური $1,000,000 იყიდა. ვიღაცა უცხო ქვეყნის მოქალაქემ. აი ეს ვითარება ქონდა. ყავდა მე შემდეგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც პირდაპირ რაღაცა გატაცებაში მონაწილეობდა, ისიც გაუშვეს. მე აგერ მამუკა მდინარაძე, რომელიც თავი იმით მოიწონა, რომ თუნდაც მოსმენების ოდენობა გაიზარდა. მე კიდევ ძალიან საინტერესო იყო ის, რომ აი პირდაპირ უთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ აი დიახ ჩვენ დავუშვით და მივუშვით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ამით ამაყობენ ადამიანები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები და ხელმძღვანელი იმით ამაყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების მინიმალური განცდაც არ აქვს. მათ გონიათ, რომ მათი მიზანი არის მოქალაქეების დაშინება. დაშინების სამინისტრო იქნება. ხო, ეხლა რასაც უსმენ ძირთადად არის ის, რომ გარედან ვიღაცა ომს გვახელს, გარედან ვიღაცა აქ რაღაცა გვემუქრება თუ აქ კაცები უნდა დააქორწინონ, რაღაცა სიგიჟეებს ვისმენთ. სახელმწიფო დაშინების სამსახური თუ უნდა ერქვა ამ სამსახურს. აი, ყველაზე როგორ აგიხსნათ, აი ჩვენ ხო ყველაზე მეტად ვკივა ეხლა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ერთხელ აი ვინმეს მაინც რატომ არ მოუვიდა აზრად, რომ აი ხა სირიაში და ვენესუელაში რომ შეიცვალა ხელისუფლებები, ვინმე გაეგზავნათ იქ, რომ აი ის რომ მათი ეს აღიარება თვითგამოცხადებული რესპუბლიკების უკან გაეწვიათ. ეს არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ეს არ არის ნომერ პირველი საკითხი, რომ შენ დეოკუპაციას ოდესღაც მიაღწიო და აი თვით აღიარებულების აღიარება თუნდაც ამ ორი სახელმწიფოსგან უკან გააწვევინო. ამისკენ რანაბიჯები გადადის. ძალიან საინტერესოა ის ანგარიში, რომელიც გამოაგზავნა მამუკა მდინარაძემ და იმ ანგარიში ძალიან ბევრი არის საუბარი, თურმე რუსეთი რაღაცა რბილ ძალას იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აი რაღაცა რუსეთში სასწავლებლად უშვებს და მშობლიურ ენას უკრძალავს. შენ აი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებ, ასე ქვია, ხო, აკონტროლებ, შენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რას აკეთებ იმისთვის, რომ რუსეთის რბილი ძალა არ მოქმედებდეს?
აი რა ხო ყავს ორგანიზაციები, რომელსაც ასევე რუსეთში მიყავთ ახალგაზრდების სასწავლებლად, ეპატიჟებიან სასწავლებლად. შენს მიერ კონტროლირება ტერიტორიას რას აკეთებ იმისთვის, რომ რუსულმა რბილმა ძალამ შენი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობა არ გაგიფუჭოს და აი ამის წინააღმდეგ არ იმოქმედოს. კი ბატონო, ქალბატონო. ანუ რეალურად დინარაძე თავიდან მოიშორა ბიძინა ივანიშვილმა და რაღაც ესეთი ბუტაფორიული სამინისტრო შეუქმნა, რომ საზოგადოებას თვალში რაღაცა ძალიან დაკნინებული არ გამოჩენილიყო თუ რას შემთხვევას ამბობს საქმე. მე უფრო ხედავ რომ ეს ირაკლი ყობახიძესთან დაკავშირებული ამბავია რეალურად. აგერ მაჭავარიანმა ხო გითხრა რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე საუკეთესო პრემიერი ყავდა თურმე და ბოლო გადაწყვეტილებები რასაც ვუყურებთ ხო სულ მისი ახირებებია. აი პარლამენტში აი ქართული ოცნების წევრებისთვის რამდენჯერ გვითქვამს რომ აი ნუ ხართ ამ ირაკლი ყობახიძის ახირებების შემსრულებელი. ახირებები ქვია იმას რასაც ვუყურებთ ყველა მიმართულებით. და რა გამოდის რომ ირაკლი ყობახიძე ვისი პრემიერ-მინისტრია ირაკლი ყობახიძე იმის რა ქვია გივი მიქანაძის პრემიერ-მინისტრია? ან რეალურად ესე გამოდის? აბა რომელი უწყების პრემიერ-მინისტრია, რომელი მთავრობის მეთაურია? ჩვენ შევთავაზ, აი ძალიან საინტერესო, აი რას ემსახურება, რა ქვია მის თანამდებობას, რა ფუნქციას ასრულებს მაშინ ირაკლი ყობახიძე? თუ ვერ ახერხებს იმას, რომ როგორ გითხრათ, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაცია ჰქონდეს, ან კომუნიკაცია ჰქონდეს? ამას ამბობენ? რეალურად ამას ნიშნავს და ყველაზე მთავარი ნიშანი სწორედ ეს არის, რომ ჩვენთან სახელმწიფო არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს სახელმწიფო ინსტიტუტების და კონსტიტუციის პრინციპების დაცვით. იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს წონასწორობა შტოებს შორის. ამას ხედავთ რეალურად. და ყველაზე მთავარი პრობლემა რა არის იცით, რომ ერთი ადამიანის ახირებებზე, ერთი ადამიანის შიშებზე მთელი სახელმწიფო სისტემის ჩამოკიდება თითოეული მოქალაქისთვის საფრთხის შემცველია. შეუძლებელია სახელმწიფო ერთი ადამიანის რაღაცა შიშებით იმართებოდეს. შეუძლებელია. სახელმწიფო ვერ შევდგებით ასე. ამას ვუყურებთ რეალურად. აქ ყველაზე მთავარი ის კი არ არის, რომ ხვალ ირაკლი ყობახიძის ადგილას რომელი დაიკავებს. ხვალ ირაკლი ყობახიძე არ იქნება სხვა ასეთი შემსრულებელი იქნება, მე ისიც შეიცვლება და რაღაცა იქნება ესეთი ილუზია თითქოს საქმე კეთდება. არის ესეთი გამოთქმა, როცა საქმეს ვერ აკეთებ, ხანძარი შეთვითონო და დაანთო და მე ამის ჩაქრობით შექმნა იმის ილუზია, რომ საქმეს აკეთებ. რეალურად არც ერთი საქმე არ კეთდება. კორუფციასთან ბრძოლა დავიწყეთო, ხო თქვეს? ხო თქვეს რომ კორუფციასთან ბრძოლა დავიწყეთო? გვაქვს რამე მაჩვენებელი ვიცით რომ კორუფციასთან ბრძოლა შეწყდა ან რაღაცა შეგეგები აქვს? დიახ. კორუფციის გარდა ასევე დაიწყეს ბრძოლა მაღალ ფასებთანაც და აი უკვე პრინციპში რაღაცა დასასრულისკენ გადის აი კომისიის ფასებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მუშაობა, ხო? და დასკვნასაც დავდებთო, ცოტა უნდა მოვიცადოთო გითხრეს. თქვენი დასკვნა როგორი არის ამ კომისიის მუშაობაზე, რა შეგიძლიათ გითხრათ? რატომ არ აღმოჩნდა ეფექტური, რატომ ვერანაირი შედეგი ვერ დაიდო? გულისხმობ ისეთ შედეგს, რომელსაც მომხმარებლები ჩვენ, მათ შორის ამ ქვეყნის მოქალაქეები დავინახავთ, საერთოდ საპირისპირო სურათი მივიღებთ ფასების შემცირების ნაცვლად დაანონსებულ იმ აპრილში, რომელზეც საუბრობდა ყობახიძე, პირიქით კიდევ უფრო გაზრდილია პროდუქტებზე ფასები. დიახ, გეთანხმებით გაზრდილია და გეტყვით ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთ მაქცობა, დროის გაყვანა და ილუზიის შექმნა თითქოს რაღაცას ვაკეთებ. აი მოდით დაახლოებით 2 კვირის წინ, დიახ, თქვენთანაც გაშუქდა ეს ამბავი, ჩვენ შევთავაზეთ ირაკლი ყობახიძეს. აი ის რისი გადაწყვეტა ნამდვილად შეგიძლიათ, არც პარლამენტის თანხმობა გჭირდება ამისთვის, არც კომისიები, ეს არის მთავრობის დადგენილებით მისაღები გადაწყვეტილება და როგორც მთავრობის მეთაურს შეგიძლია მიიღოს გადაწყვეტილება. მაგალითად შეამცირეთ თუნდაც 30%-ით სახელმწიფო სერვისების საფასური. აი ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო ირაკლი ყობახიძეს, ამისთვის არც პარლამენტის, არც კომისიის და არავის თანხმობა არ ჭირდებოდა. ნება სჭირდებოდა და რეალურად უბრალოდ მთავრობას უნდა მიიღო დადგენილება. პირადობის მოწყობის აღება პენსიონერ სოციალურ დაუცველს 67 ლარი რომ უჯდება. და ასე არის ყველა, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო სერვისი. სახელმწიფოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისის საფასური გაორმაგებულია. და გადაწყვეტილება ხომ შეეძლო. ამით მაგალითად მისცემდა ბიზნესს და აჩვენებდა რეალურად იმას, რომ მას მართლა უნდა ამ ქვეყანაში, აი ამ გაზრდილი ფასების პირობებში შეღავათის გაკეთება მოქალაქეებისთვის. და რაღაცა კონკრეტული საკითხის
კონკრეტული შედეგი იქნებოდა ეს. ანუ და კონკრეტული შედეგი იქნებოდა, რომ აი სახელმწიფო სერვისების საფასური შემცირდებოდა. არ გააკეთა ეს. აზრად არც მოსულია. კარგი, არ მოგივიდა აზრი, მოგაწოდე იდეა, გააკეთე, მაგრამ არაფერს გამკეთებელი არ ხარ და არც გინდა ამის გაკეთება. იცით რას ვუყურებ, რომ და თითო კაცება, მოქალაქეების გაღარიბება, ეს მხოლოდ აწყობთ. იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ გათითო კაცებულ, ამ დაპირისპირებულ სიძულვილში მყოფ საზოგადოებაში გაღარიბებულ მოქალაქეებს იოლად მართავ და აი აქ ეშლებათ. იმიტომ რომ ისე ზღვარზე მიდიან, ისე ზღვართან მივიდნენ უკვე რომ მოქალაქე სახელმწიფო არ უღებს. აი მოდით ახლა მოგიყვებით, ანუ ეს ყველაზე გახმაურებული ამბავია და ყველა მიცის მშობლები რომ მithხოვენ წამოს ბავშვებისთვის. სახელმწიფო რისთვის იქნება ანუ და რისთვის ქმნიან მოქალაქეები სახელმწიფოს, ხო? იმისთვის რომ სახელმწიფო მიზუნოს მოქალაქის პრობლემებზე და მოაგვაროს ხელისუფლებას იმისთვის ირჩევ რომ მე მართოს ეს სახელმწიფო. და რა არის მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის? რა შეიძლება იყოს მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის? ადამიანი და მისი სიცოცხლე. ჯარი ამისთვის სჭირდება, პოლიცია ამისთვის სჭირდება, სასამართლო ამისთვის სჭირდება. ხომოსია, ხო? რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი და მთავარი ღირებულება არის სახელმწიფოსთვის. თუ თანამედროვე სახელმწიფოზე ლაპარაკობთ, ეროვნულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ სახელმწიფოზე, ხო? და როდესაც ჩვენ მეუბნებით ხელისუფლება, რომ მე ხარ სიცოცხლის დასაცავად, სიცოცხლის გასახანძრელად ფულს ვერ პოულობ. და მაგრამ იმიტომ რომ ვერ პოულობ, რას ნიშნავს? მაშინ შენ ფუნქციას როგორც სახელმწიფო ვერ ასრულებ. ხო შეიძლება რა კაშხანდურების და გასართობის ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიცოცხლის გახანძრელების ფული? მოძებნე, აბა რისთვის ვქირავ სახელმწიფოს? რისთვის მჭირდება მე მოქალაქე სახელმწიფო? თუ შენ ჩემს სიცოცხლეს არ უხილდები და ამაზე არ ზრუნავ. ყველა ამიტომ გეუბნებით, ყველა მათი განცხადება, ყველა მათი ქმედება არის იმის დამადასტურებელი, რომ წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს სახელმწიფო. წარმოდგენა არ აქვს მათ, როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო და რას უნდა ემსახურებოდეს. და ეს ყველაფერი ფაქტაშორის მათაც უქმნის პრობლემას. მათაც უქმნის პრობლემას პირველ რიგში თვითონ ამ ადამიანებს, ვინც ამ სისტემაში არიან. იმიტომ რომ სწორედ აი ესეთი გაუმართავი სისტემა, ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული სახელმწიფო, პრობლემაა მათთვისაც, იმ ადამიანისთვისაც საფრთხის მატარებელი, ამდენი არაკომპეტენტური, ამდენი ლინქმნელი, ამდენი ყველაფერზე ხელის მომწერი. თქვენ გონიათ ახლა გეკას რომ თავაზობენ, ხო? სულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. მანიც ის რომ ის უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, იქ რომ იქნება? რაზე მოუწევს ხელის მოწერა, რაზე მოუწევს დათანხმება, მან ხომ ეს არის ის. ვისი გაკეთება მოუწევს. ეს ადამიანები თანხმდებიან ამ რაღაცა კრიმინალის ჩადენას თანხმდებიან. ამიტომ რაც ახლა მამუკა მდინარეძე მგიტყვა, ხომ კრიმინალია? ამოდის რომ მამუკა მდინარეძე მონაწილეობდა იმაში, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოეწყოთ ქვეყანაში. პირდაპირ თქვა ამ კაცმა. ანუ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რაღაცა სადღაც იარაღი იყო, მაგრამ დაველოდეთ სანამ რაღაცას გააკეთებდნენ. ეს ნორმალურია? ეს არის ნორმალური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადება? თან ესეთი კმაყოფილი სახით, რომ ნიჭდა იქა. მადლობა, გაუტონსოფო, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და ჩაგვერთეთ.